ანტისემიტური აქტი თბილისში ინტერნეტში ვრცელდება ისრაელის დროშის ვიდეო, რომელიც ძირს აგდია და ფეხით თელავენ. შემთხვევა სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელთან მოხდა. ისრაელის დროშა სავარაუდოდ სწორედ სასწავლო დაწესებულების წინ განთავსებული ფლაგშტოკიდან ჩამოხსნეს. დეტალებს გიორგი კუჟინაძე არკვევს. ლუკა, ჩვენ ახლა სამედიცინო უნივერსიტეტთან ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, სადაც ვიდეო კადრებია გადაღებული და სწორედ ამ ადგილას იყო ძირს დაგდებული ისრაელის დროშა, რომელზეც ფეხით იყვნენ შემდგარი ჯერჯერობით. უცნობია აღნიშნული ქმედება უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაიდინეს თუ უბრალოდ სხვა გამლელმა პირებმა. უშუალოდ აქ არის არაერთი ქვეყნის დროშა აღმართული და ერთ-ერთია მათ შორის ისრაელის დროშა და სწორედ აქედან ჩამოხსნეს ისრაელის დროშა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და შემდგომში უკვე მას ფეხით შედგნენ. ახლა ისრაელის დროშა კვლავ არის აღმართული. ჩვენ ვესაუბრეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტის შესახებ, როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ ფაქტის შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ სამართალდამცავ უწყებებს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ უკვე დაიწყო მოკვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ დავუკავშირდით თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათთან მქონდა კითხვები რამდენად უსაფრთხო მსგავსი ქმედებები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაგვამისამართა შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, ბუნებრივია, მათგანაც ველოდებით პასუხს, თუმცა ჯერჯერობით უწყებაში რაიმე სახის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ აცხადებენ და არ ამბობენ. რაც შეეხება შემთხვევას, როგორც უკვე ვიცით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უშუალოდ უნივერსიტეტში, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირების საკითხი და პროცედურა, რომლებმაც ჩამოხსნეს ისრაელის დროშა და შემდგომში უკვე ფეხით შედგნენ. ნამდვილად ჩამოხსნეს და შემდგომში აღიმართა, ეს შეგიძლიათ დამიდასტუროთ. მე არაფერს ვერ დაგიდასტურებ, ჩემო მეგობარო. მე ვიცი რომ რაღაც ფაქტი იყო და დაჩი რა ფაქტი იყო. მე არაფერს ვერ დაგიდასტურებ, ახლა რასაც მეცხვიან, იმას გამოვხსენ მეცხვიან. აღნიშნული საკითხის შესახებ ეცნობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენც ველოდებით გამოძიების შედეგებს. ეს ფაქტი მოხდა უნივერსიტეტის გარე სივრცეში, ასე ვთქვათ, და ამიტომ ეს უკვე ექვემდებარება სახელმწიფო უწყებების, ასე ვთქვათ, მონაწილეობას და მათ უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება. და ჩვენ შესაბამისად იმის მიხედვით გავაგრძელებთ ქმედებას, რა ინფორმაციასაც მოგვეწვია. შემთხვევა გუშინ მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. სამედიცინო უნივერსიტეტიდან ჩამოხსნეს ისრაელის დროშა და შემდგომში უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთან ფეხებით შედგნენ ამ დროშას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, როგორც უკვე გითხარით, თუმცა ჯერჯერობით უწყებას რაიმე სახის განცხადება ან განმარტება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ გაურცელებია. რაც შეეხება უნივერსიტეტს, მათ გითხრეს, რომ ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ არის დადგენილი პირები, რომლებმაც ისრაელის დროშა ჩამოხსნეს და შეურაცხყვეს, იყვნენ ესენი თავად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები თუ უბრალოდ სხვა პირები.